What's happening? It's the future, Michael. Oh, I'm not Michael. Oh, don't worry, he calls everyone Michael. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ამერიკულ მულტინაციონალურ საცალო კორპორაცია Walmart Incorporation-ზე, რომელიც მართავს ჰიპერმარკეტების ქსელს, სასურსათო მაღაზიებს შეერთებული შტატებიდან და მისი სათავო ოფისი ბენტონვილში, არკანზასის შტატში მდებარეობს. მაღაზიათა ქსელის შესახებ საერთაშორისო მედიაში არაერთხელ დაწერილა და მის შემქმნელსაც დიდი პატივისცემით მოიხსენიებენ. კომპანია დააარსა სემ უოლტონმა 1962 წელს. 2022 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით Walmart-ს აქვს 10,586 მაღაზია და კლუბი 24 ქვეყანაში, რომელიც 46 სხვადასხვა სახელით მუშაობს. Walmart-ის სახელით შეერთებულ შტატებსა და კანადაში, როგორც Walmart de Mexico, მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკაში და Flipkart Wholesale-ის სახელით ინდოეთში. უძღვება ოპერაციებს ჩილეში, კანადასა და სამხრეთ აფრიკაში. Fortune Global 500-ის სიის მიხედვით 2022 წლის მაისში Walmart-ი არის მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია დაახლოებით 570 მილიარდი ამერიკული დოლარის წლიური შემოსავლით. ის ასევე მსოფლიოში ყველაზე დიდი კერძო დამსაქმებელია. მსოფლიო მასშტაბით 2.2 მილიონი თანამშრომელი ყავს დასაქმებული. ეს არის საჯარო ვაჭრობის საჯარო ბიზნესი, რადგან კომპანიას აკონტროლებს Walton-ის ოჯახი. Sam Walton-ის მემკვიდრეები ფლობენ Walmart-ის 50%-ზე მეც, როგორც მათი ჰოლდინგური კომპანიის Walton Enterprises, ასევე მათი ინდივიდუალური ჰოლდინგების მეშვეობით. წინა საუკუნის 80-იან წლებში კომპანია გეოგრაფიულად შემოიფარგლებოდა ჩრდილოეთით და ევროპის გარკვეული ნაწილით. 1999 წლის ნოემბერში Sam-ის კლუბი გაიხსნა ნიუ-ჯერსიში და 1990 წლის ივლისში კალიფორნიის პირველი განყოფილება ლანკასტერშიც გაიხსნა. Walmart-ის ინვესტიციებმა ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ არაერთგვაროვანი შედეგი განაპირობა. მისი ოპერაციები და შვილობილი კომპანიები კანადაში, გაერთიანებულ სამეფოში, ცენტრალურ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკასა და ჩინეთში წარმატებით მუშაობდა და ახლაც განაგრძობს მომხმარებელთა დაკმაყოფილებას. თუმცა მისი საწარმოები გერმანიაში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში გარკვეულ მომენტში წარუმატებლად ჩაითვალა და შეჩერდა. Sam Walton-ი ოკლაჰომას შტატში 1918 წელს დაიბადა. უმაღლესი ეკონომიკური განათლება მისურის უნივერსიტეტში მიიღო, შემდეგ კი JC Penney კომპანიის მენეჯმენტის სასწავლო პროგრამაზე ჩაირიცხა. საკუთარი მაღაზია 27 წლის ასაკში გახსნა არკანზასის შტატ ქალაქ ნიუპორტში. 5 წლის შემდეგ მისამართი შეიცვალა და ამავე შტატის ქალაქ ბენტონვილში გადაინაცვლა. საქმეში აქტიურად იყო ჩართული მისი ძმა ჯეიმსიც. 60-იან წლების დასაწყისში ძმები აქტიურად ცდილობდნენ ბენ ფრანკლინის მაღაზიათა ქსელის გაფართოებას. Walton-ს ჰქონდა იდეა, რომ მაღაზიის კონცეფცია ფასდაკლებაზე ყოფილიყო დაფუძნებული და პატარა ქალაქები აეთვისებინა. როდესაც ეს იდეა არსებული კომპანიის მმართველებმა დაიწუნეს, Walton-მა გადაწყვიტა თავად გაეხსნა მსგავსი ქსელი. ასე შეიქმნა Walmart-ის პირველი მაღაზია არკანზასის ქალაქ როჯერსში 1962 წელს. Walmart Discount City მომხმარებელს თავაზობდა საქონლის ფართო ასორტიმენტს ფასდაკლებით. იდეა უცხო იყო, რადგან იმ დროისთვის დიდ სავაჭრო მაღაზიებს მხოლოდ დიდ ქალაქებში ხსნიდნენ. Walton-ს კი სწამდა, რომ ეს ბიზნესი პატარა ქალაქებშიც სარგებლიანი იქნებოდა. მაღაზიები ცენტრალური საწყობიდან ახლო მანძილზე განათავსა. Walmart-ის მაღაზიები მომხმარებელს ცნობილი ბრენდის პროდუქტების შედარებით დაბალ ფასადს თავაზობდა. ამავდროულად კომპანიას იმ დროისთვის არ ჰყავდა კონკურენტები. გაყიდვები 45%-ით გაიზარდა პირველსავე წელს. შემოსავალი $100,000-მდე ავიდა, რომელმაც მომდევნო წელს 140,000 მიაღწია, შემდეგ კი მეხუთე წლის განმავლობაში მაღაზია უკვე $250,000 შემოსავალს გამოიმუშავებდა. სავაჭრო ქსელი ძალიან სწრაფად გაიზარდა. 1977 წლისთვის Walmart-ის შემადგენლობაში 190 მაღაზია შედიოდა, 85 წლისთვის კი 800. 90-იან წლებში Walmart-მა გაასწრო ამერიკის შეერთებული შტატების უდიდეს კომპანიას და კვლავაც განაგრძობდა ზრდას. ფასების შენარჩუნებასა და თანამშრომლობის ლოიალობას მოგების სწორად განაწილების ხარჯზე ახერხებდა.
დამფუძნებლის გარდაცვალებამდე 1992 წელს Walmart-ს 1735 მაღაზია ჰქონდა, მთლიანად კი მის კორპორაციაში 380,000 ადამიანი იყო დასაქმებული. პირველი მაღაზიის ადგილზე, რომელიც მან გახსნა ბენტონვილში, დღესდღეობით Walmart-ის მუზეუმია. კომპანია როგორც Walmart Incorporated 1969 წლის 31 ოქტომბერს დარეგისტრირდა ახალი სახელწოდებით Walmart Stores Incorporated. იმავე წელს კომპანიამ გახსნა ოფისი და პირველი სადისტრიბუციო ცენტრი არკანზასში. მას ჰქონდა 38 მაღაზია, რომელიც 1500 თანამშრომლით მუშაობდა და 44.2 მილიონი დოლარის გაყიდვებს ახორციელებდა წლიურად. 1970 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო აქციებით ვაჭრობა როგორც საჯარო კომპანიამ და მალევე აღმოჩნდა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე. თითო აქციის ფასი $47 გახლდათ. ამ დროისთვის Walmart-ი ფუნქციონირებდა 5 შტატში: არკანზასი, კანზასი, ლუიზიანა, მისური და ოკლაჰომა. 1975 წელს კომპანიამ ტეხასში 125 მაღაზია გახსნა, 7500 თანამშრომლი და გაყიდვები $340 მილიონ მიუახლოვდა. 1987 წელს ასევე აღინიშნა კომპანიის სატელიტური ქსელის დასრულება $24 მილიონი ინვესტიციით, რომელიც უკავშირდებოდა ყველა მაღაზიას ორმხრივი ხმითა და მონაცემთა გადაცემით და ცალმხრივი ვიდეო კომუნიკაციით ბენტონვილის ოფისთან. იმ დროს კომპანია იყო პირველი ყველაზე დიდი კერძო სატელიტური ქსელი, რომელიც საშუალებას აძლევდა კორპორაციულ ოფისს თვალყური ედევნებინა ინვენტარისა და გაყიდვებისთვის და მყისიერად დაკავშირებოდა მაღაზიებს. 1984 წლისთვის სემ უოლტონმა დაიწყო თავისი კომპანიის პროდუქციის 6-დან 40%-მდე მოპოვება ჩინეთში. 1988 წელს, როდესაც უოლტონი გადადგა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან, ის დევიდ გლასმა ჩაანაცვლა. ამ წლის განმავლობაში პირველი Walmart სუპერცენტრი გაიხსნა ვაშინგტონში. მისი სუპერმაღაზიების წვლილით კომპანიამ 1998 წელს სათამაშოების გაყიდვით გადაუსწრო Air USA-ის Toys მაღაზიას. უკვე 2000 წელს ეიჩლი სკოტი გახდა Walmart-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი. მისი მოსვლიდან კომპანიის გაყიდვები $165 მილიარდამდე გაიზარდა. 2002 წელს პირველად მოხვდა ამერიკის უმსხვილეს კორპორაციათა შორის Fortune 500-ის სიაში. $219.8 მილიარდი შემოსავლით და $6.7 მილიარდი მოგებით. ასე გაგრძელდა წლების განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით 2006, 9 და 12 წლებს, როდესაც კომპანიას გარკვეული სირთულეები ჰქონდა, რამაც საერთო მაჩვენებლებში მისი პოზიცია დასწია დანარჩენ კონკურენტებთან შედარებით. 2005 წელს Walmart-მა გამოაცხადა $314.4 მილიარდი გაყიდვების შესახებ 6200-ზე მეტი ობიექტით მთელს მსოფლიოში, მათ შორის 3800 მაღაზიით შეერთებულ შტატებსა და 2800-ით სხვა ქვეყნებში, სადაც დასაქმებული იყო 1,600,000-ზე მეტი თანამშრომელი. როდესაც Walmart-ი სწრაფად გაფართოვდა, კრიტიკოსები წერდნენ, რომ მისი გავლენის გამო ადგილობრივ მცირე ბიზნესებს მნიშვნელოვანი დანაკლისი ჰქონდათ განსაკუთრებით პატარა ქალაქებში. რამდენიმე კვლევა ჩატარდა Walmart-ის ეკონომიკური გავლენის შესახებ მცირე ქალაქებსა და ადგილობრივ ბიზნესებზე, სამუშაო ადგილებზე და გადასახადის გადამხდელებზე. ერთ-ერთ ასეთ კვლევაში კენეთ სტოუნმა, აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორმა აღმოაჩინა, რომ ზოგიერთ პატარა ქალაქს საცალო ვაჭრობის თითქმის ნახევარის შემოსავლის დაკარგვის საფრთხე ჰქონდა. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კონკურენცია ბიზნეს სივრცეში მნიშვნელოვანი და საჭირო ნაბიჯია სამომავლო წარმატებისთვის. $2005 წლის სექტემბერში, ქარიშხალ კატრინას შემდეგ Walmart-მა გამოიყენა თავისი ლოჯისტიკური ქსელი კატასტროფებზე სწრაფი რეაგირების ორგანიზებისთვის.
გადარიცხა 20 მილიონი დოლარის ოდენობის შემოწირულობა. ასევე შედიოდა 1500 სატვირთო მანქანა სხვადასხვა ტვირთით, მათ შორის საკვებით და ყოველი დევნილისთვის სამუშაო ადგილის გარანტია შესთავაზა, მათვისაც იმ მომენტში ეს სჭირდებოდა. წმინდა ლოურენსის უნივერსიტეტის სტივენ ჰორვიცის მიერ ჩატარებულმა დამოუკიდებელმა კვლევამ აჩვენა, რომ Walmart-მა, The Home Depot-მა და Lowe's-მა გამოიყენეს supply chain-ის ცოდნა ინფრასტრუქტურის, გადაწყვეტილების მიღებათა და სხვა რესურსების შესახებ სასწრაფო დახმარების მიწოდებისა და მაღაზიების ხელახლა გახსნის გზით, ფედერალურ საგანგებო სიტუაციებამდე დიდი ხნით ადრე. 2006 წელს ჩარლზ ფიშმანმა გამოაქვეყნა Walmart ეფექტი. და უნდა აღინიშნოს, რომ მისმა წიგნმა პრესისა და საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. ფიშმენის მიერ შემთხვევის შესწავლა ასახავს Walmart-ის მისწრაფებას ხარჯების შემცირებისა და უფრო დიდი ეფექტურობისკენ მიმავალ გზაზე. მას შემდეგ, რაც მან წიგნი გამოსცა, Walmart-ის მოცულობა გაორმაგდა. 2006 წელს ბრენდმა ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივის ფარგლებში გახსნა ახალი მაღაზია პლანოში, ტეხასის შტატში, რომელიც მოიცავდა მაღალი დონის ელექტრონიკას, სამკაულებს, ძვირადღირებულ ღვინოებს და სუში ბარს. 2007 წლის 12 სექტემბერს წარმოადგინა ახალი რეკლამა სლოგანით „დაზოგე ფული, იცხოვრე უკეთესად“. Global Insight-ის მიერ ჩაატარა კვლევა, აღმოაჩინა, რომ Walmart-ის ფასების შემცირებამ გამოიწვია მომხმარებლებისთვის 287 მილიონი ამერიკული დოლარის დაზოგვა 2006 წელს, რაც 957 ამერიკულ დოლარს უტოლდება ერთ ადამიანზე ან 2500 ამერიკულ დოლარს ერთ ოჯახზე. 2008 წლის 30 ივნისს ბრენდის სახელწოდებაში ამოიღეს დეფისი. ახალმა ლოგომ მიიღო არაერთგვაროვანი გამოხმაურება დიზაინის კრიტიკოსებისგან, რომლებიც ეჭქვეშ აყენებდნენ, იყო თუ არა ახალი ლოგო ისეთივე თამამი, ან მისი ცნობადობა იმეორებდა თუ არა კომპანიის მანამდე შერჩეულ ლოგოს, რომელიც 18 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა. ახალი ლოგოს დებიუტი კომპანიის ვებსაიტზე 2008 წლის 1 ივლისს შედგა. Walmart-ის სატვირთო მანქანა ყოველწლიურად მილიონობით მილს კვეთს, შესაბამისად, კომპანიამ მანქანის გაუმჯობესებისთვის საჭირო რეორგანიზაციები აწარმოა 2005-2015 წლებში. მოცემული სატვირთო არის ერთ-ერთი იმ 15-დან, რომელიც Walmart-ის სადისტრიბუციო ცენტრში გადაკეთდა ბიოსაწვავზე, კერძოდ Walmart-ის მაღაზიებში საკვების მომზადების დროს გადამუშავებულ ცხიმზე. 2011 წლის იანვარში Walmart-მა გამოაცხადა პროგრამა თავისი მაღაზიების ბრენდების კვების ღირებულების გასაუმჯობესებლად 5 წლის განმავლობაში, რათა შეემცირებინა ფასები საკვებსა და ბოსტნეულზე და გაეხსნა მაღაზიები დაბალშემოსავლიან ადგილებში, ეგრეთ წოდებული სუპერმარკეტები. ამით Walmart-მა გაზარდა საკვებზე ხელმისაწვდომობა. It's so much fun for everyone. I hope you love it too. Yeah, I love Christmas, 'cause Christmas is so sweet. It's the time of year that's full of cheer and every Christmas treat. Oh, I love Christmas. I love that Christmas style. Those candy canes and paper chains bring on that Christmas smile. Yeah, I love Christmas, 'cause Christmas is a blast. Let's shout hooray for Christmas Day, both now and Christmas past. I love Christmas. Come on, let's have a ball. Yeah, I love Christmas. Merry Christmas, one
2019 წლის დასაწყისში ბრენდმა შეწყვიტა ხილის არომატიზებული ელექტრონული სიგარეტის გაყიდვა და თამბაქოს შემცველი პროდუქტების შეძენის მინიმალური ასაკი 21 წლამდე გაზარდა. იმავე თვეში გახსნა თავისი პირველი ჯანმრთელობის ცენტრი, სამედიცინო ცენტრად წოდებული, სადაც მომხმარებელს შეეძლო შეეძინა პირველი ჯანდაცვის სერვისი, როგორიცაა მხედველობის ტესტები, სტომატოლოგიური გამოკვლევები, რენტგენი, კონსულტაცია, ფიტნესი და დიეტისთვის შესაბამისი საკონსულტაციო სისტემა. მათ გახსნეს 240 კვადრატული მეტრი ჯანმრთელობისა და გამაჯანმრთელი კლინიკის პროტოტიპი სპრინგფილდში. Walmart სუპერცენტრი ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელთა ზომები მერყეობს 6400-დან 24200 კვადრატულ მეტრამდე, რომელთა შორიც საშუალო დაახლოებით 16500 კვადრატული მეტრის ფართობის ცენტრია. ზოგადი საქონლისა და სრული სერვისის სუპერმარკეტებია, სადაც მრავალი სახეობის პროდუქტთან ერთად არის ხორცი, ფრინველი, ცომეული, დელიკატესები, გაყინული საკვები, რძის პროდუქტები, ზღვის პროდუქტები და მრავალი სხვა. Walmart-ის ბევრ სუპერმარკეტს ასევე აქვს ცხოველთა მაღაზია, აფთიაქი, ოპტიკური ცენტრი, 1 საათიანი ფოტოდამუშავების ლაბორატორია, პორტრეტების სტუდია, ყვავილების მაღაზია, მობილური ტელეფონების ცენტრი, სილამაზის სალონები და მრავალი სხვა მომსახურება. ცენტრში განთავსებულია მაღაზიები, ადგილობრივი ბანკის ფილიალები და სწრაფი კვების ობიექტებიც. ზოგიერთ ლოკაციას ასევე აქვს საწვავის სადგურები, სადაც იყიდება ბენზინი. სოფლიოში ყველაზე დიდი სუპერცენტრი, რომელიც 24000 კვადრატულ მეტრს მოიცავს 2 სართულზე, მდებარეობს Crossgate Commonში, ოლბანში, ნიუ-იორკში. ტიპიური სუპერცენტრი ყიდის დაახლოებით 120,000 ნივთს იმ 35 მილიონ პროდუქტთან ერთად, რომელიც Walmart-ის ონლაინ მაღაზიაში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ და შეიძინოთ. ბევრი დაწყებული და ჯერ კიდევ დაუსრულებელი ბიზნეს ისტორია არსებობს. ისტორია, რომელსაც მთელს მსოფლიოზე ჰქონდა და აქვს გავლენა. არაერთი კომპანია თუ ბრენდი ახლა დაწყებული ბიზნესის შთაგონების წყაროა და შეუპოვარი შრომის მაგალითი. ან უბრალოდ გამართლება დროსა და სივრცეში, რომელსაც უზარმაზარი წარმატება მოაქვს. და როგორც ყოველთვის ამ ისტორიებს უკან ადამიანები დგანან, რომელთა ძალისხმევით მათ მიერ წამოწყებული საქმე საოცარ მასშტაბებს იღებს. სწორედ ერთ-ერთი ასეთია Walmart-ი, რომელიც დღემდე პოპულარულ სავაჭრო ქსელად ითვლება. და ბოლოს, Sam Walton-ის ბრენდის დამაარსებლის წარმატების 10 მცნებას დაგიტოვებთ, რომელიც მომავალი თაობებისთვის საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებით ჩამოაყალიბა. უერთგულეთ ბიზნესს, გაუყავით შემოსავალი პარტნიორებს, გაუჩინეთ მათ მოტივი. პრობლემებზეც პარტნიორებთან ერთად იმსჯელეთ. დააფასეთ ყველაფერი, რასაც პარტნიორები აკეთებენ. იზეიმეთ წარმატება. მოусმინეთ თვითოულ პარტნიორს. წინასწარ განჭვრიტეთ მომხმარებლის მოლოდინები, აკონტროლეთ ხარჯები და დინების ზემოდან მოქცეულმა ისწავლეთ ცურვა. America's highest